წარმოგიდგენთ მე-12 სახლი არის ბოლო სახლი ასტროლოგიაში. მთელი ციკლი მზემ, ცნობიერებამ, კარმულ ასტროლოგიაში რო გადავიდეთ უკვე, მთელი პირველიდან მოყოლებული მთელი ციკლი გამოიარა და უკვე დაასრულა მზემ მისმა, მოდი ესე ვთქვათ, სულმა რაღაც ციკლი, აი ბოლო ინკარნაცია არის რაღაც ციკლი უნდა დაასრულოს. საერთოდ მე-12 სახლში პლანეტა რო ხდება, ეს როგორც წესი უკავშირდება რაღაცა ციკლი მთლიანად გაიარა პლანეტამ და ის უკვე გადის ამ სცენარიდან. შესაბამისად, აი ის ფსიქოტიპი რო არის, რომ მე იმის მესმის, აი თითქოს ყველა გამოიარა ამ ადამიანის სულმა, ხო, მზეს ჩვენთან მზის ენერგიას ვადარებთ ხოლმე, აი სულის თავარი იმპულსი, ხო, აი ეგოს თავარი იმპულსი, კარგი გაგებით, თქო, ის ეგო სატურნული არ იგულისხმება, ხო, აი ჩემ ცნობიერება ყველა როლი გამოიარა და მე ყველას იმიტომ მესმის, რომ ყველა სხეულში უკვე გატარებული ვარ. სადღაც, ხო? ზოგჯერ მეანიშნებს ინკარნაციულად მზის დონის სადღაც ამოწურვას, ანუ შეიძლება ამ ადამიანს ქონდა მზის სფეროში, ან მამაკაცუროლში მაგალითად ბევრი ინკარნაცია უკვე და სადღაც აი ეს მამაკაცური იმპულსი უნდა გავიდეს, მაგრამ პლუს იმას მოიტან დაიკარგო სადღაც, ხო, ზოგჯერ არის დანაკარგი მამისგან, ან მე ობოლი ვარ, ან მარტო ვარ, ყველაზე მეტად მე-12 სახლელებს სულ აქვთ მარტოობის განცდა, კოსმიურ დონეზე მარტოობის განცდა, ობლობის განცდა, რაც არ უნდა კარგი ოჯახი ყავდეს, მაგალითად. იმიტომ რომ არ მოდიოდა თითქოს ემოციური კავშირი. ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, ხო, მე-12 სახლი ის არის, რომ მე სადღაც ამ კოლექტიურ ენერგიასთან კი ყველას გძნობ მაგალითად, მაგრამ ისინი ვერ მგძნობენ. შეიძლება ურთიერთობები იყოს ნაკლებად კარმულ პოზიტიური გაგებით და არ იყოს ისეთი ერთიანობის განცდა, ხო, ოჯახის წევრებთან, ან წინაპრებთან, ან ზოგადად გარემოსთან. და ამიტომ შემოდის, რომ აქვს მე-12 სახლს ისეთი განცდა, რომ მაინც ჩემი არ ესმით, მაინც ვერ მხედავენ და აზრი არ აქვს რომ გავეხსნა, მე მარტო ვარ მაინც. სადღაც მარტო ვარ, ჩემი არ ესმით და მე მაინც ვერ მხედავენ. აი ეს სადღაც უნდა იცხოვროს ადამიანი, აი მსხვერპლი არის მე-12 სახლი ჩვენთან. მე-12 სახლის ენერგეტიკა, ეს არის ფსიქოთერაპია, ეს არის ღმერთის ძიება, რელიგიის, სულიერების ძიება. მე-12 სახლს ესეთი ფუნქცია აქვს, რაც უფრო ვეწინააღმდეგებით და არ ვიღებთ მე-12 სახლს. ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ან ადიქციებში შეიძლება გადავიდნენ. სულ ფსიქოლოგიური ძიება საკუთარ თავში, ხო, რომ აი მე ჩემი თავი უნდა ვიპოვო და საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად იხსნება მე-12 სახლი, როცა ვიღებთ იმას, რომ მე არა ვარ ისეთი, როგორიც ხარ.